მგზავრები ნაინო ქოშიბაძე და ბარბარა ხარხელი გთხოვთ სასწრაფოდ გამოცხადდეთ მეორე გასასვლელთან. მე ნაინო ვარ თბილისიდან. მე ბარბარა პარიზიდან. ჩვენ უკვე 2 წლეულია საუკეთესო მეგობრები ვართ. ამ პოდკასტში ყოველ კვირა ვშელობთ ცხოვრებაზე, ვუზიარებთ ერთმანეთს სიახლეებს და ვცდილობთ გადავრჩეთ. ჩემი თავგადასავლის მეორე ნაწილი. მაგრამ აქ ძალიან დიდი თემა არის, ყველაფერს ვერ იმაშვები. საჭმელებს რაც შეეხება. ყველაფერი ძალიან ცხარეა. გინდა არ გინდა. რაც ჩემთვისაც კი ზედმეტი იყო და ცოტა ანუ ერთ დღეს რაღაცა წავედი კრუასანი ვჭამე, იმიტომ რომ ძალიან ზედმეტი იყო. მაგრამ ძალიან გემრიელია. თან ეს იმისი რა ქვია, street food-ის კულტურა ხო ძალიან მომნუსხველია და ძალიან საინტერესო და ეგ ძალიან ასწორებს, იმიტომ რომ სულ რაღაცა პატარ-პატარა ვენდორები არიან ყველგან. სპეციალური რაღაც ეს მარკეტებიც არის, თან ძალიან მრავალფეროვანი და სხვადასხვანაირი. რაც რაღაცა ძალიან განსხვავებული ისეთი ალბათ არაფერი არ მიჭამია, რაც სხვაგან არ მიჭამია მანამდე, მაგრამ ნუ ორიგინალში ვჭამე. და ერთი ის იყო, რა ქვია, წერების ჭამაც გვინდოდა მე და ჩემ roommate-ს, მაგრამ უბრალოდ იმდენად ემოციების გადატვირთული და ის ხარ, რომ კიდევ აი მაგის დამატება, რომ ეხლა ის რაღაც შემწვარი ის მორიელი მომეწონა და მე მომწამლავს თუ არ მომწამლა, აი ცოტა არ ვიყავი ემოციურად მაგდენისთვის მზად რა, თან ყოველდღე ფეხების მასაჟის კეთების მე. ხო და მოკლედ ეგ ცოტა გადავდე, რომ მეთქი შემდეგ ჩამოსვლას გავსინჯავ, მაგრამ ძალიან ტურისტული move არის, ეხლა რომ ის შემწვარი მორიელი ჭამო რა, ანუ არავინ არ დადის და შემწვარ მორიელს არ ჭამს იქ ლოკალი და უფრო რაღაცა ტურისტული ისა ატრაქციონი მე მგონი. და ისინი კიდე მეცა რა ქვია მას grasshoppers რა ქვია. რაც არის. რა კალია, ხო. კალიები და ეგეთ რაღაცები. და ნუ ის ზღვის პროდუქტები ძალიან ბევრი და მრავალფეროვანი. რა თქმა უნდა lobster-ი ვჭამე იქაც რაღაც ერთ-ერთ მარკეტზე. კარგი დიდი მარკეტი იყო, თასაც არ მოუხვევდი, ყველგან რაღაცა ხდებოდა და ყველგან რაღაცა მარკეტი იყო და ყველგან street food-ი იყო. უბრალოდ საათში დღეში საათები არ გეყოფა, რომ ჭამას აუხვიდე ქვეყანაში. და კიდე რაღაცა ძალიან საინტერესო სხვა ისინი იყო, რა ქვია, ზღვის პროდუქტები, რომლებიც გაცინჯვაც მინდოდა, მაგრამ ასევე დრო ფიზიკურად, ანუ მეც ველოდი რა ჩემგან მართალ, მაგრამ ვერ გავამართლე ჩემივე მოლოდინები. და ძალიან ბევრი სხვადასხვანაირი ეს ის იყო, რა ქვია, ზღვის პროდუქტები, ყველაფერი დავიმახსოვრე, რომ შემდეგ მილიონ ჩასვლაზე გავსინჯო და ვნახო, იმიტომ რომ მართლა ვერ ამოწურავ იმდენად ბევრი რაღაცეებია და ყველაფრის გასინჯვა გინდა და ყველაფრის ნახვა გინდა. და ეს street vendor-ები ძალიან საინტერესო ისაა რა. ყველგან ხილი, ეს დახლები პატარ-პატარა, იქვე რაღაცა pancake-ებს აკეთებენ კიდე თავისი სხვადასხვანაირი შიქ თავსებით და ესე ყოველი ფეხის ნაბიჯზე რაღაცა ხდება და ერთი მაშინ მაღაზიაში მინდოდა წასვლა, რაღაცა დავგუგლე. და ნუ ნახე ეს რა სიშოზე იყო ეს მაღაზია, ძალიან 10-15 წუთის გზა იყო. ვერ ანუ 12-ზე იკეტებოდა ეს მაღაზია, მე ალბათ 10-ის ნახევარზე თუ რაღაცა გავედი სახლიდან თუ უფრო ადრეც. და 12-ის ნახევარზე ძლივს მივაღწია იქამდე, იმიტომ რომ გზად მოვხვდი food court-ზე. და როგორ შემოდის ეს დავჯექი აქ, ეს რაღაცა შევჭამე, მერე ავდექი 5 მეტრი გავიარე, იქ რაღაცა სხვა დავინახე, დავჯექი შევჭამე, მერე გავიარე, ძლივს მივედი იმ მაღაზიამდე, სადაც მივდიოდი. ოისტერები ვჭამე. და საკმაოდ განსხვავებული გემოქონდა, უფრო რაღაცნაირი მეტად რკინის და უფრო ისეთი
არ ვიცი როგორ აი ძლიერი ის რა ხო იცი აი არომატი რა ეგეთი ოსტერები ქონდა ძალიან უხდებოდა ცხარე соуსი ну ის street food-ებზე არ ვიცი ყველაფერს ვერც ჩამოგითვლი იქ მე ჩემს Instagram-ზე რო ჩასკროლავ ნახავ და კი მიხვდები რა არის მაგრამ მოკლედ ძირითადად სულ იმით ვიყავ დაკავებული სხვადასხვანაირი საჭმელების გასინჯვით და ძალიან ვცდილობდი რომ სულ მრავალფეროვანი რაღაცები მესინჯა მაგრამ ну ერთ-ერთ დილას აღარ მეყო უბრალოდ თავი და წავედი და კროკმისიე თუ რაღაცა ჩავე როგორც ნამდვილმა ევროპელმა კი რა მეთქი ანუ სანამ გავგიჟდი და ეგეთი შილაკას კერდა მართნია ანუ იქ ძალიან ბევრ ცხარად საჭმელს ჭამდი მაგრამ აქ რაღაცა კიდე სხვა ლეველი იყო ჩემმა იმანაც კი ვეღარ გაუძლო კუჭმა და ნერვებმა მე აბა მშიერი დავრჩები მანდ ну ხო ტაილანდური საჭმლის ну ვარიანტები გექნება просто ძალიან მწირი და ერთფეროვნად მოგიწევს ჟამა რა იმიტომ რომ რაღაცები პატარა სიცხარითაც კი ისეთი ჯიგრულად ცხარია მაგიტო ვერიდები აზიაში მოგზაურობას ჯერჯერობით და ვამბობ რომ როცა დავგეგმავ მანამდე რამდენიმე თვე მოვემზადებით ნელ-ნელა გავზრდი ჩემს ტოლერანტობას კაი გეგმა მასთან სიცხარესთან იმიტომ რომ აი ახლა მართლა 0 ტოლერანტობა მაქვს კაი გეგმა არის ეგ იმიტომ რომ თან მიჩვევაც იცის და მე მოთხოვნილებაც მეტი გაქვს და იმას ქენი კი ტრეინინგი ჩაიტარე. რაღაც სკოვილის ის რო არის შკალა, მაგეთი რო იმაშები დღეს. მე ესეთი. ხო და მოკლედ ეს ფუკეტში ძირითადად ესეთი კურორტული დასვენება გქონდა კონსულებზე წასვლა, წამოსვლა და რაღაცე ამ კონსულების ნახვა და უფრო ბუნების ძალიან საინტერესო იყო ეს თვითონ ბუნებაც. ანუ ამ რაღაცნაირი ეგზოტიკურ ქვეყნებშიც ბუნება ძალიან განსხვავებულია რა. აი რაღაც მალდივებზე სხვანაირი იყო, შრი-ლანკაზე სხვანაირი იყო, აქაც სხვანაირი იყო. კი ვითომ ანუ ყველაფერი ხო მზე და ზღვა და ერთმანეთს უნდა გავდეს, მაგრამ არა. ანუ აქვს განსხვავება მაგებსაც და მაგის ნახვაც საინტერესოა და იცი რა შორიდან რა გვანახა ეს და თან გვიყვებოდა ის გოგო და სასაცილო რაღაცა ტაი აქცენტით ხო ლაპარაკობდა ინგლისურად, მაგრამ ყველაფერი გავიგე. ჩემო წვრთნებმა გამასქნა. ის ხო გახსოვს ჩიტის ნერწყვის სუპი რო არსებობს. არ მახსოვს საიდან, მოკლედ მაგაზე ისა ნანახი მოსმენილი მაქვს, მოკლედ არსებობს ესეთი. ოღონდ არ მახსოვდა რომ ტაილანდში იყო ეგ. არის ესეთი ჩიტის ნერწყვის სუპი, რომელიც იდეაში თლად ნერწყვის სუპი კი არ არის, მაგრამ ჩიტის ბუდისგან არის და ბუდეს ხო ნერწყვით აკეთებენ ესენი რა და ამ ბუდებს მოკლედ იღებენ და მერე ალბობენ და ამისგან გამოდის რაღაცა ჟელატინური ესეთი ისა რა ქვია სუპი. რომელიც გამოდის ხრებს კარგად. კი, რომელიც ანუ ამბობენ რომ ჩიტის ნერწყვისა და მოკლედ ეს გოგო გვაჩვენებდა რომ აი აქო იმაშიო, კუნძულშიო, ესე ადიანო, იქ ბამბუკებზე ძრებიანო, ამ იმებსო იღებენო, ჩიტის ბუდეებსო და მოკლედ ეს არისო. სელაივა სუპ ესე ყვებოდა. და თან ცალკე დაფასოებულიც იყიდება და რაღაც ერთი $100 რაღაცა ღირდა მე მგონი, ისა რა ქვია. ბოთლი რა. ხო ძალიან მაინტერესა, ანუ არ ვიცი, არ ვარ მზად მორალურად რო ეგ სუპი გავსინჯო. გონია რომ მე $100 გადახდისთვის არ ვარ მორალურად მზად ის თორე ისე გავსინჯავდი. ხო და აი რო დავსპლიტოთ შეიძლება რა. 50-ის გადავხდები. კაი არა შენ კიდე რომ მე ვიყიდო და მე შენ გავსინჯო ხო? კაი. არა ვიღაცა მინდა რომ ვიღაცას უნდოდეს რომ გავსინჯო და შეიძლება იქით ფული გადამიხადოს. ძალიან გატოვამდები ხა შენ. მაგრამ მოკლედ ეგ ის იყო რა ქვია და მაგან დამაფიქრა იმაზე რამდენად მზად ვიყავი ამ იმის რა ქვია. რამდენად adventurous ვიყავი საჭმელში, იმიტომ რომ ნუ ცოტა life motto მაქვს რომ ყველაფერს გავსინჯავ ერთხელ ცხოვრებაში. მაგრამ რაღაცები არის რაც წინასწარ იცი რომ ახლა ჩემი და რაღაც ქვეწარმავლებთან ქვეწარმავლებთანაც კი არა ჭიებთან რა მოკლედ ჭიებთან დამოკიდებულებით აი ჭიები არ მინდა რომ ვჭამ წინასწარვე და ცოტა ვეწინააღმდეგები ჩემივე იმას რა ქვია მოტოს
ხო და იგი მოკლედ ამ სუპის წარმომავლობა ვნახე და იმას და ძალიან გამიხარდა რომ ვიცოდი და ყველა რაღაცა ყოველს სახე რო ქონდა რა ის ნერწყვის სუპი what ვიცი ეს ანუ საიდან ვიცი აზია რამდენი რაღაცით არის ჩემი ტვინი გამოტენი ანუ იმდენი უცნაური ინფორმაციის იმას ვაკეთებ რომ ვერ ხვდები რაღაცებს საიდან მოდის და მათ შორის არის ეს პინგ-პონგ შოუ რომელიც ანუ იცი რა არის პინგ-პონგ შოუ ხო და რატომღაც გონია რომ ყველა მიცის და იმ კოლზეც გაცნობითი კოლი რო იყო ეს გოგოები ყვებიან რომ მოკლედ პინგ-პონგ შოუზე შეგვიძლია რომ წავიდეთ და რომ თავიდან ყველა უძალიანდებოდა მაგრამ მერე ერთი ჯგუფი წავიდა მერე დანარჩენებსაც მოუნდათ და მოკლედ ისა რა ქვია თუ გადაწყვიტათ რომ ერთად წავიდეთ და 750 ჯერ ნუ გვანახებთ პინგ-პონგ შოუს და მე ეგრევე მივხვდი რა რაზე არის საუბარი და ხალხი რაღაცა ცოტა გონია რომ რაღაცა პინგ-პონგის თამაშობთ. პინგ-პონგ შოუ მოკლედ არის. მე ამ პროცესში რო ლაპარაკობდნენ ამ პინგ-პონგ შოუზე ერთ-ერთმა ჯგუფის წევრმა ის დაგუგლა და ხმამაღლა კითხულობს. ამ აღწერას რომელშიც წერია რომ მოკლედ პინგ-პონგ შოუ არის ისა რა ქვია რომ პინგ-პონგის ბურთებს თავის ვაგინაში მოკლედ ათავსებენ და ისვრიან არაცებს და ეგ არის მოკლედ ისა რა ქვია ტაილანდის ერთ-ერთი ღირი შესანიშნაობა არის ეგ ხოდა ძალიან საინტერესო იყო ხმამაღლა რო კითხულობდა they put it in their vaginal cavity და მე მოიწახვედით აღარ ვიცი ვინმე წავიდა თუ არა მე ისა რა ქვია მივხვდი რომ კიდია სხვისი ვაგინებს ყურება და ისა ანუ ისეთი ტექნიკური ინტერესიც დიდად არ მქონდა რა. მიუხედავად რომ მე რო ლაპარაკობდით და ნუ მე რო ყველამ გაიგო რა რაზე იყო და ამ ძალიან ბევრი ვიღადავთ ამ პინგ-პონგ შოუზე ზოგადად. მე ის იყო რომ მინდა რომ ტექნიკურად როგორ ხდება. მეთქი შენ გინდა რომ ინტერვიუ ჩამოართვა. იმი რომ მიდიხარ და ეს ქალი რომ იცვრის ამ ბურთებს და შენ ძალიან როგორ მიხვედით ამ პროფესიას. ხო და ამიტომ მოკლედ რაღაცა ის ანუ ინტერესიც დიდად არ მქონდა რა ანუ ოკეი, ანუ აგინდან ბურთებს იცვრიან, fine. მაგრამ რაც ჩემი დიდი ინტერესის სფერო არის, რა თქმა უნდა, არის დრეგი, რომელიც მოკლედ ყველაფერი დავსერჩე და განსაკუთრებით მოკლედ ჩემ დაბადების დღეზე მინდოდა რომ დრეგ შოუთი ვედროდი და ნუ ეგ სხვებსაც აინტერესებდათ მათ შორის ვინც იყო წამოსული და მოკლედ იქ ისიც მაინტერესებდა რა განსხვავება ფუკეტსა და ბანგკოკ შორის როგორი იქნებოდა და ზოგადად დრეგისგან რა განსხვავება იქნებოდა მოკლედ იმაში რა ქვია ფუკეტში ვიპოვე რაღაცა კაბარე იყო ძალიან ფენსი რომელიც აი თეატრის იმაშია სეტაპი ან თეატრია რა მოკლედ აი რაღაც აქ რო რუსთაველის თეატრში დახვი და დაახლოებით ეგეთი ცოტა უფრო პატარა მასშტაბის და ისა და იქ იყო ეს კაბარე სტილში მოკლედ წარმოდგენა და ძალიან ლამაზი კოსტიუმები და მუსიკა და რაღაცა გადაღება შეიძლება და რაღაცა ნაწილები გადაგვაღებინეს და ის მიდევს ინსტაგრამზე და ძალიან გავერთე და ეს რომ მიდიოდი რაღაც სხვადასხვანაირი კატეგორიის ბილეთი იყო და ამ ჩვენ ბილეთში კიდე სასმელი შედიოდა და მოკლედ ძალიან გავერთე ძალიან ის იყო ზოგადად დრეგ შოუები არის ძალიან სახალისო აი ძალიან დიდი პოზიტივით დამოხტული გამოდიხარ იქიდან, იმიტომ რომ ყველაფერი არის მუსიკალური, თან სუპ-პოპ მუსიკა არის, ეს კოსტიუმები არის, ცეკვა, ესა და ისეთი ლამაზები და გრაციოზულები იყვნენ. როგორ იქ ძირთად დრეგ κουინები როგორცაც არ იყვნენ ტრანსგენდერები რა, ტაილანდელი ეს ლეიდი ბოი რასაც ეძახიან, რომლებიც
drag shows აკეთებდნენ, მაგრამ ასე ტრანსგენდერები, რომელიც ეს ერთმანეთს გამომრიცხავი არ არის, ან შეიძლება იყოს ადამიანი ტრანსგენდერი და drag queen-ი, შეიძლება არ იყოს ტრანსგენდერი და უბრალოდ კაცი იყოს, რომელიც drags performance, მაგრამ ტაილანდში ძალიან გადაკვეთილია და ძირითადად სულ ტრანსგენდერები არიან პლუს drag queen-ებიც რა. და ისეთი გრაციოზულები და ლამაზები იყვნენ. ანუ მე ესე გრაციოზულად ხელების მოძრაობა, მიხრა, მოხრა, მაღლები ესეთი ლამაზი ფეხებით და ესეთი ქალურები. ანუ პროფესორ შოქში ჩავარდებოდი, რო გეყურებინა და შენს ქალობას კითხვის ნიშნებს დაყენებდი. ძალიან ლამაზები იყვნენ. მე მოკლედ იქიდან გამოვედით ფოტოები და რაღაცებიც გადავიღეთ. და ძალიან ის იყო რაღაცა გლამურული ლამაზი საღამო გამოვიდა მე იქიდან რაღაცა კიდე ბარში წავედით და იქ ბევრი ვიცეკვე და დავლია და ასევე არ ველოდი რომ ეგრე გავერთო ანუ ძალიან დიდი ხანია მოკლედ რაღაცა ისეთი გართობის ისინი მქონდა რაც არ მიქნია რა და მოიგონა რომ აღარ მისწორდებოდა. მაგრამ თურმე კარგ განწყობაზე რო ხარ, ყველაფერი ძალიან გისწრდება. ხო და იქ იყო drag experience ხუკეთში. მე მოკლედ წავედით ბანგკოკში, შიდა ფრენით. ეს იყო რა ქვია, პატარა ფრენა დიდი ხანი არ უნდოდა, მაგრამ აეროპორტიდან სასტუმროდან მივდიოდით საუკუნე, იმიტომ რომ საგიჟეთი ტრაფიკი არის. ზოგადად ორივე ქალაქი იყო ძალიან აქტიური და ცოცხალი, აი რაღაცა საოცრად. იქაც ბანგკოკშიც საკმაოდ აქტიური ქუჩაზე ცხოვრობდით და ბანგკოკში ის იყო განსხვავება, რომ აი ფუკეტში მაგალითად რაღაცა ოთახების ისეთი დიდი იყო და ტერიტორიის ამბავში ის იყო და ბანგკოკი ეთყობა უფრო მჭიდროდ დასახლებულია და მაღალი შენობებია სულ ბევრი და რაღაცა აი რამდენიმე სართულიანი ისინი გასასვლელ-გამოსასვლელები და პატარ-პატარა ოთახები იყო ძალიან პატარა. მაგრამ ზითად დროს არ ვატარებდით სასტუმროში, ამიტომ მე არ შევწუხებულა ოთახის სიმცირით. და მანდაც მოკლედ დაგეგმილი მქონდა drag show-ზე წასვლა და რაღაცები მანდ მოვძებნე და ისი ნახვაც მინდოდა იყო აკვარიუმი. და ვიყავი ბანგკოკის აკვარიუმში, რომელიც ძალიან საყვარელია და ცალკე თავგადასავალი მქონდა ამ აკვარიუმის პოვნაზე, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ იყო რაღაცა მოლში და ვერ წარმოვიდგინე რომ მოლში იქნებოდა აკვარიუმი რატომღაც. და პლუს წავედი რამდენიმე გაჩერებით იქავრი მეტროთი. ეგეც მინდოდა და გამეტესტა. და ამ მეტროდან რომ გამოვედი, პირდაპირ გამოსასვლელი იყო ამ მოლში შესასვლელი და რო შევხედე მეთქი, შევალ მეთქი ამ მოლსაც ვნახავ თქო და იქიდან გასასვლელი ხო იქნება და მე მივალ აქამდე თქო. გამოვედი მოკლედ ამ მემიდან, რა ქვია, შევედი ამ მოლში, ვიარე, გამოვედი, ვუყურებ რუკაზე რომ ახლოს არის, ვერ ვხედავ სად არის და ან საათ ნახევარი ვერ გავიაზრო რომ ეს შეიძლება და იყოს შიგნით მოლში. მე ამ მოლიდან რომ მოვედი სადღაც ვიარე ეს მოლი გადამული იყო სასტუმროსთან თან როგორ ძალიან ფენსი იყო რაღაცა არ მიფიქრი არ ვიცი ჩემს და მიბოდიალობდი ნაუშნიკები მეკეთა და მინდოდა რომ მეპო თან ანუ სულ ყოველ წამს ისეთ შეგრძნება მქონდა რომ ახლოს აი აქ არის და ეს რა ქვია თან ალბათ ის იყო რომ მოწეული ვიყავი that must be a problem მაგრამ ამ მოლიდან გადავედი რაღაცა ძალიან ფენსი სასტუმროში და ჩატში უგზავნე ხოლმე მეთქი ხალხო არ ვიცი აქ საიდან მოვხვდი სადო არ რა ხდება იმ სასტუმროდან გამოვედი რაღაცა ძალიან ვაფშე სხვა უბანში ფაქტიურად რაღაცა აღმაშენებლის ხეივანი იყო რაღაცა ტრასაზე გამოვედი და სულ რაღაცა პოლიცია და დაცვები და რაღაცები და ძალიან ფენსი ადგილი იყო აშკარად რა და ფეხით არავინ არ დადიოდა ამ სასტუმროში ვიღაცები ძალიან დაბრული მანქანებით რომ მოყავთ და რაღაცა ისეთი და ეგრევე გადამრთო რაღაცა სხვა იმაზე იმდენად ის გარემო რომელშიც ვიყავით ამ ჩვენ ქაოტურ პატარა ოთახიდან აქტიურ ქუჩაზე რაღაცა ფენსი იმაში მოხდი ძალიან არ გამისწორდა მეთქი ჩემს მაძუგალა უბანში კანალიზაციის ზოლი დავაბრუნეთ არა ეს არ მომწონს ეს ბანგკოკი მოკლედ მე აქ რო ვეღარ გავაგენი და ტრასაზე რო ვიყავი გამოვიძახე ტაქსი და ტაქსი როგორია იცი
მოკლედ იქ მუშაობს Bolt-ი. ოღონდ უნდა გადაიყვანო cash-ზე და არის ესეთი option-ი თან მარტო თუ ხარ. მოდის მოპედი ან მოტოციკლი და ვიყავ ხარ. აუ. აია. ძალიან ფანარი. პირველად ვიჯექი მოტოციკლებზე. ანუ მე ხომ ვიხდი რომ პირველად, ანუ არასდროს არ ვჟავ რომ მოტოციკლი, იმიტომ რომ არასდროს არ მოდომებია. და სულ რაღაცა შიშის მაქვს ხოლმე რა. და მოკლედ ესე ტაქსი მოტოციკლით გამოვიძახე, რომ წავსულიყავ და ისევ იმ დაწყევლილ ადგილას მივსულიყავ, რომელსაც ვერ ვაგნებ. ხო, ბოლოს მოკლედ მეთქი ისევ შევალ ამ მოლში. იმიტომ რომ ისევ იქ მივედი. და რო შევედი. გავიტანჯე შენ მაგივედ. კი, ძალიან. და ეს ყველაფერი იმიტომ რომ კითხვა არ გინდოდა არავისთვის. საათ ნახევარი დავდიოდი. და ბოლოს მოკლედ შევედი ამ მოლში და დაცვა იდგა და მან უკვე მკითხე, რომ მეთქი ეს სადაა თქო და ეს ხელი გაიშვირა და აქ არის. და როგორც იქნა მოკლედ ჩავედი მე აკვარიუმში რა თქმა უნდა სულ ბავშვები იყვნენ საინტერესო ის ჰქონდათ selection-ი თან პატარა იყო მაგრამ აი რაღაც ორნაირი პინგვინი ყავდათ რაღაცები ყველაფერი მოკლედ რაც მაინტერესებს ეს ისინი მედუზები რაღაცები და ძალიან ის იყო კარგი დრო გავატარე მე ეს ტუნელივით შესასვლელი რა და ზემოდან რო დადიან ხო ეს დიდი თევზები ეგეც იყო და მოკლედ თუ ბანგკოკში მოხვდებით და მოგწონთ აკვარიუმები აუცილებლად ესტუმრეთ თან იმ ცენტრალური ქუჩიდან შორს არ იყო რა და მეტროთიც მარტივად მიაგნებთ თან თუ ფხიზელი იქნებით და ვინმეს კითხავთ და გაითვალისწინებთ რომ მოლში არის შიგნით. ხოლმე მოკლედ ეს იყო რა ქვია ესე გავატარე ის დღე და მაგ დღეს ტურში იყვნენ დანარჩენები არის ორი ეგეთი ისა რა ქვია სანახაობა რა ერთი არის ისა floating market ქვია და ეს ნავებში დადიან და ის არის მარკეტია რომლიდან ნავიდან ნავში ვაჭრობ და მეორე არის ეს არის რა ქვია railway მარკეტია სადაც მოკლედ ამ იმაზე რეილსებზე აქეთ-იქით დგას ეს ისა და მატარებელი რო ჩამოივლის ამ შუაში გადის ამ მარკეტის და აღარ ვიცი მე იმ მატარებელიდან ამის ყიდვა შეგიძლია თუ არა ალბათ ჩერდება არ ვიცი მაგრამ ნუ ძალიან შთამბეჭდავია და თან ესა on ძალიან სასაცილო ისა რომ ამის ყოფს აღწერა ვნახე on არ წავედი იმ სანსოთ რომ აღარ ანუ მივხვდი რომ არ მქონდა ის capacity დროის და იმის იმიტომ რომ ძალიან რაღაცა 80 კილომეტრში იყო დილის უნდა ადრე გამდგარიყავი ავტობუსით დასული მაგრამ ჩემი თანაჯგუფელების ფოტოები და ვიდეოები ვნახე და ყველაფერი გავიგე როგორ გამოიყურება და მე ვღადაოდით მაგაზე რომ სადმე რო წახვალთო ერთვაც გავგზავნთო თვითონ ჩვენც ვიყავით აი ესეც კიდე ერთი პრაქტიკული ისა რა ქვია დახმარება ხო და მოკლედ ეგეც ის იყო მაგ დღეს ის იმათი ისტორიები საინტერესო იყო მე ამათ ისტორიებს ვნახულობდი სანამ ამას რა ქვია აკვარიუმს ვეძებდი და ვერ ვაგნებდი და მე წავედი drag show-ზე რომელიღაცა დღეს მოკლედ იმიტომ რომ ეგეც ერთ-ერთი ნაწილი იყო ამ იმისი და ორი ბარი იყო და ისე დაემთხვა რომ დანარჩენები მეორე ბარში იყვნენ წასულები და მე იმ ბარში წავედი იმიტომ რომ იმ ტაილანდელი drag queen-ის RuPaul's Drag Race-ში რომელიც მონაწილეობდა მის კლუბში ვიყავი და ოღონდ აი ძალიან ნერდივით მივედი იმ დროს როცა იხსნებოდა იმიტომ რომ წავიკითხე რაღაცნაირად ეწერა რომ მეგონა რომ გახსნის საათზე იწყება შოუ და თურმე შოუ იწყებოდა საათნახევრის მერე და ეს მივედი და ჯერ მარტო დაბლაგებელი იყო მე მგონი მისული თან ეს რაღაცა ფენსი სასტუმროს თავზე იყო იქიდან ძალიან ლამაზი ხედით და რომ შევედით ძალიან იყო რა გარემო ისეთი რომ ფიქრობდი ან ჩვეულებრივად გვეცვა რა არ გამოპრანჭულვართ ამჯერად ინა დრეგ შოუზე გამოპრანჭული ვიყავი იქ ფხუკეთში ხო და ეს ჩემ რუმეიტს მეკითხოდა რომ შეგუშვებენ მოლშიო და მე კი რა იმედი მაქვს რომ კი და რომ მივედით იქ დაცვა იდგა და ვკითხეთ რომ იქ ვკითხე აღარ მივლი აქეთ-იქით და იქ ვკითხე რომ მეთქი ისა თქო აქ გვინდა თქო ამ იმაში თქო ბარში თქო და ცოტა ესე აგვათვალიერე ჩაგვათვალიერე
რა. და ზოგადად დავიდა პატარა ის ქონდა ეჭვი რომ ეხა რო გითხრათ რომ რაღაც გავხართ მათხოვრები ვიჭასმოლებო. შლოპანცებით რომ მოხვედით აქ. მაგრამ უბრალოდ მე მგონი იმაში იყო საქმე რომ ჯერ ახალი გახსნილი იყვნენ და ვერ წარმოედგინეს რომ ვიღაცას თავს დაადგებოდა 9 საათზე საღამოს. ხო და მოკლედ იქ ავედით და სანამ ეს შეივსებოდა სცენაზე ფოტოები გადავიღებ და პატარა ადგილი იყო რა ისეთი. და ძალიან საყვარლობა იყო რომ ორი სცენასავით სივრცე იყო და ფოტოებს რო ვიღებდი შუქი ამინდეს. და მე პოზიორებდი რაღაცას და ესე შუქს ვიდოდა და მე მოკლედ შოუც დაიწყო და ძალიან ის იყო ფანი იყო. ინგლისურენოვანი იყო, ნუ ტაილანდურად ვინც იყვნენ ტაილანდელები, იქ ტაილანდურადაც ელაპარაკებოდნენ იმათ, მაგრამ ძირითადად ინგლისურად იყო. თან ჰოსტესი ყავდა. რაღაცას გვეღადავებოდა და მთელი ამბები, მე იქ რაღაც იმითი ფლოსტები გახდილი მქონდა და სფეხებში კეცილი რუზი ვარ ყველგან ეგრევე ვიჯექი და ეს მოვიდა და ძალიან კომფორტულად ხო არ ხარო აქ და მეთქი აქ ვრჩებით ხო რა და ამ სასტუმროშიო მეთქი არა კლუბში ვაპირებ დარჩენას და ძალიან ხომ არა წადი და რაღაცას მეღადავებოდა მე რაღაცა ფულებიც ვუკუჭეთ იქ პერფორმერებს და რაღაცას და მაგალითად ძალიან კაი იყო რაღაცნაირი პატარა სივრცე იყო მაგრამ თან რაღაცა მეგობრული და მანდაც ძალიან ბევრი ვიცეკვე და მოკლედ ყველაზე კარგ დროს დრეგ შოუებზე და გეი ბარებში ვატარებ ხოლმე, იმიტომ რომ არავინ არ გაწუხებს და ძალიან კარგად ერთობი. მაგრამ ტაილანდში აღმოჩნდა რომ ყველგან ჯეიზარია. და ყველგან შეგიძლია რომ გაერთო და ძალიან კარგად გაატარო დრო. ხო და მეორე ბარზე აღარ მეყო ენერგია, თორემ მზად ვიყავი რომ მეორე დღესაც წასულიყო, მაგრამ მან მივხვდი რომ მეთქი მოდი შევირიგებ რაც არის. ხვალ იმედი არ უკვდები, ან თუ უკვდები ხარავი მკვდარი ვიქნები. ამიტომ მეთქი მოდი შევირიგებ რაც არის, ვაცლი ჩემ თავს რომ ეს ყველაფერი შეიგრძნოს, ყველა ემოცია რაც მოხდა და პროცესოს და დამშვიდებული და ბედნიერი დაბრუნდეს უკან. ხო და მერე ბოლო დღე ყველასთვის თავისუფალი დღე იყო, არაფერი ტურები, შმურებიც არ იყო და ყველა მოკლედ ესე საშოპინგოდ დავდიოდით და მეც იქვე მოლში წავედი და დავიკარგე იქვე კიდე საყურეები. და აი ესე უბრალო მოლში არაფერი რო არ ხდებოდა, მაგრამ 1000 დებილობა იყო, რომელიც ძალიან მომწონს, მაგის თვალიერებაში გავატარე მთელი დღე და საუკეთესო დღე იყო. და ის ჩანთა რო განახე, მანდ ვიყიდე. და თან ჭამდა, ხო რაც თავარია მოკლედ ამ ყველა მოლში ძალიან კაი ფუდკორტებია რა და რაღაც ან პირველ სართულზე იყო უფრო თან რო საჭმელების ყიდვა შეგიძლია და თან ფუდკორტი რო არის და ბოლო ორი სართული იყო სულ რაღაცა საჭმელები და თან კარგები ანუ ის არ იყო რა მოლის პროსტა შეჭამე და წახვედი არა ანუ ყველგან არის რაღაცა ძალიან ისა საინტერესო ლოკალი ისინი და ერთ-ერთ მოლში ხო აკვარიუმში რომ მივდიოდი რომ ჩაგიგდა ის ქათმის რიგში რომ ვიდექე. აკვარიუმში რომ მივდიოდი მაგ ფენსი მოლში რომ მომშივდა, შევედი ამ ფუდკორტზე და იქ საერთოდ აღმოჩნდა რომ მიშლენის გაიდის ისინი იყო ფუდკორტი რა და ყველა ეს რაღაცა ადგილი რაზეც რაც შეებოდნენ ამზადებდნენ საჭმელებს, ყველა მიშლენის გაიდზე იყო. ხო და მოკლედ მანდაც ის აკვარიუმის ნახვის გარდა საჭმელიც ვნახე და ის იყო კარგი დამთხევა იყო რა. აი ეგ მიყვარს რაღაცნაირად რომ შეირნობ და შემთხვევით რაღაცას წააწყდები, ეს არის ფანარი. აი ესეთი ის მქონდა. გამოცდილებები. ფასები როგორია? იაფია ვთქვათ ჭამა. აი დღეში ჭამაში რამდენი გეხარჯება? ბევრად უფრო იაფია ვიდრე ევროპაში? კი, ჭამა იაფია, ასევე გააჩნია სად ჭამ. ფუკეთი აღმოჩნდა რომ იქიდან გამომდინარე რომ კურორტული ქალაქია, გაცილებით რომ ძვირია, იმიტომ რომ მაგალითად იგივე ეს მასაჟი, აი ეგეთ რაღაც ქუჩის შეხვედი და ფეხი ვიტრინაში დავიმასაჟეში, იგივე ფასი ღირდა, რაც მაგალითად ბანგკოკში სპაში გავიკეთეთ, აი როგორ სპაში, იცი ჩაი რომ მოაქვთ და აბა ისა და ეს წყნარი რო არ და ლამაზად გაფორმებული და აი საერთოდ სხვანაირი კლასი როა ფასის ამბავში იყო ფუკეთი მოკლედ გაცილებით უფრო ძვირია ბანგკოკი კიდევ უფრო იაფია რა არის ერთი მასაჟი
ერთი მასაჟი ესე იგი ერთი მასაჟი 1 საათიანი ღირდა 400 სადღაც 300-400 ბატი 300-400 ბატი არის ეხლა ვეგეტყვი $1 არის 34 ბატი ოკეი ანუ $3 არის 100 და ღირდა ანუ $12 ხო რაღაც აი 20 ლარის ბაზარი გამოდიოდა რა 20-30 ლარის თითო მასაჟი ხო ანუ მე ანუ აქაც ყავს იაფიანი მასაჟის წინანახი ამიტომ ისა მაგრამ common ფასებიდან გამომდინარე ძალიან იაფია თან ცოტა გამიჭირდა იმის ვაშე გაგება სად რა დავხარჯე იმიტომ რომ ეს კონვერტაციის 34 რო არის და თან მე კიდე ლარებში გადაყვანა და რაღაცა ძალიან ანუ რას ვაკეთებდი რას ვხარჯავდი ვერაფერი ვერ გავიგე მაგრამ თუ მოკლედ ეგ დამოუღამებული კონვერტაციის თემები ძალიან იაფადად შეგიძლია იარსებო თან ხო ცალკე საინტერესო ისა რომ 7-Eleven-ი არის ეს სუპერმარკეტი ქსელი რომელშიც აი ყველაფერი არის მათ შორის საჭმელი და ბოლო-ბოლო აი რაღაცა თუ გადაწყვიტე რომ დღის განმავლობაში ძალიან ბევრი ფული დახარჯე ამ საჭმელში წახვალ და 7-Eleven-ში სენდვიჩს შეჭამ რა ანუ ის არ არის რომ ისა და ნუ ქუჩის მე ისინი ეს ვენდორებიც იაფია საკმაოდ ანუ მოკლედ ჩვენაირად გიჟივით და ტურისტულად და საჭმელზე გადარეული თუ არ ხარ რომ ყველაფერი გინდა გასინჯო ძვირი არ დაგიჯდება იმიტომ რომ რაღაცა აი ერთი რაღაცას რო იყიდი კერძის სტრიტ ფუდზე აღარ ჯდებოდა ტაილანდურ ფულში ხო აი რაღაც 300-ები გამოდიოდა აი 300-ად ერთ რაღაცა კერძს შეჭამდი რაც 20 ლარის ბაზარია რა საკმაოდ იაფი 20 ლარის არა $12 გამოდის და $1 რამდენია 2 და 8 არა 30 ლარი გამოდიოდა ხო მაგრამ 20 არ არის იაფი ხო და იცი რა გააჩნია სად და რა სჭამდი რა ანუ ქართული ფასებით არ არის ევროპასთან შედარებით არის ფასებით იაფი და მე პროსტა ის მიჭირდა გაგება სად რა დავხარჯე რომ სულ რაღაცის გასინჯვა მინდოდა და ეხლა იმაში დასვენ რო ისვენებ თავს არ ზღუდავ რა მაგრამ ცოტა უფრო ისე გათვლილად რომ მეხარჯა უფრო ეკონომიურადაც გამოვიდოდი მაგრამ ნუ მიჭირს ეგ რა თქმა საჭმელს უსახება თან საქმე მაგრამ ისინიც მოკლედ იაფიანი ოფშენების არის რა აი 300 ბატად ძალიან თან ისე ძალიან გემრიელად და ისე შეჭამდი ოღონდ რა დიდი ჯიგრული პორცია და დანაყრებულიც იქნებოდი და თან კარგ რაღაცასაც შეჭამდი მაგალითად რაღაცა რამენი ჭამეთ და სადღაც მაგდენი გამოდიოდა მე მგონი თითო ის ბოულ ოკეი და აი ტურში წასვლა უფრო იაფი გიჯდება ვიდრე შენ რო დაგეგმო ხო, ეხლა ეგეც კაი კითხვა, იმიტომ რომ მე რომ ვნახე და რომ მინდოდა ჩემი წასვლა და შევადარე ChatGPT-ს ვკითხე რაღაცები, დავსერჩე solo travel-ი რა ღირდა და დავწონე. იდეაში არ მარტო რო წავსულიყავი მე არ გამომივიდოდა უფრო იაფი. აი შეიძლება ორი ადამიანი რო წავსულიყავით, რაღაცა უფრო იაფი გამოსულიყო, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ დაგეგმვის ნერვები არ მქონდა, პლუს ან იყიდი უფრო იაფად ამ ბილეთს ან არა, იმიტომ რომ ეხა ის სააგენტო ეხაც აკეთებენ ტურს რა, ანუ ყოველ რაღაცა სეზონის რამდენიმე თვეში ან რამდენიმე თვე ზედიზედ აკეთებენ ამ ტურებს და ვარაუდობ უკეთეს შეთავაზებებიც აქვს. ფრენა ესე იგი აქედან არის 7 საათი. პირდაპირია, ჩარტერული ეს არის ფრენა იყო? არა. აქედან არის უფრო სწორად. შარჟაში ქონდა გადაჯდომა. შარჟამდე არის 3 საათი და მე შარჟადან იმამდე ფუკეთამდე ან ბანგკოკამდე ორივემდე დაახლოებით ერთი იგივეა, სადაც 7 საათი არის. ოკეი.
ხო და იოფის ამბავში მოკლედ თან იმის გათვალისწინებით როგორ სასტუმროში რჩებოდით და რომ შევადარებ ფასები მე მგონი რომ solo travel-ში არ გამომივიდა ანუ უფრო ცუდ ადგილებში და დარჩენა მომივიდებოდა იმიტომ რომ ფუკეტში რა სასტუმროშიც ვიყავით ზედ ამ ქუჩაზე იდგა რა ძალიან ტურისტულ ადგილას და თან ძალიან კაი სასტუმროც იყო და ძალიან კაი საუზმე ჰქონდათ აი ბანგკოკის სასტუმროც მე ისეთ საუზმე აი რო არ დაგენანება რომ ჩაიძინე ეგეთი იყო და იმისი ძალიან გემრიელი იყო ყველაფერი და ძალიან მრავალფეროვანი და თვითონ სასტუმროც ძალიან კაი იყო და ამიტომ გონია რომ უტუროდ თუ თან ისე დასვენებით გინდა და არა ის რომ ეხლა სად მე მაინც დავიძინებ და ახალგაზრდა თუ არ ხარ და მზად მორალურად იმეებისთვის რა ქვია ჰოსტელებისთვის და ნერვების დღისთვის მგონია რომ არ გიღირს შენით დაგეგმა. იმიტომ რომ იმავე მომსახურებას ვერ მიიღებ მაგფასად, პლუს ტურებიც თუ გინდა რომ ეხა რაღაცები ნახო, მე მოგიწევს რომ შენ თან ეძებო ის შიდა ტურები, მე ფასიც ხო უნდა გაარკვიო და მოკლედ ვიღაც უცხო ხალხთან იარო და ნუ ეგ მთელი ბუღალტერია რა. ამიტომ ეგ ყველაფერი ვაწონე, მივხვდი რომ ჯგუფური ტური თან მაინტერესებდა და თან უფრო ხელმისაწვდომიც გამოვიდოდა ამ პონჩში. ბოლოს მაინც ღმერთმაიცის რა დავხარჯებს. მაგრამ პოტენციურად ანუ მე რომ უფრო ის მექნა ეგ წინდახედული ყოფილიყავი ეგ იქნებოდა ხო და მე ის შარჟაზე გამახსენდა ახლა კიდე რა მოგვივიდა შარჟაში რომ მოკლედ იქ არის Air Arabia-ს ჰქონდა რა ფრენა ხო და დღეში არის ერთი ფრენა შარჟადან თბილისამდე და უკან რომ მოვდიოდით მოკლედ გადაჯდომა ჰქონდა საკმაოდ მოკლეხნიანი მაგრამ იდეაში ანუ ცოტა მაინც თუ დააგვიანა ну it's fine და არ იყო იმ ხელა და თვითონ აეროპორტების ახლა იმ ხელა არ არის რომ ვერ მიხვიდე რა მაგრამ უკანა გზაზე რომ მოვდიოდით თვითონ იმანაც დააგვიანა თვითონ ფრენამაც რაღაცას ყველა ფრენამ დააგვიანა Air Arabia დიდი იმითი არ გამოირჩევა ხარისხით და ასევე ვიღაცა ტურისტმა გადაწყვიტა რომ კარგი აზრი იყო რომ იმის გეიტთან ტუალეტში მოსაწევი მოეწია ანუ ოკეი მაგრამ თვითფრენავში არა გეიტზე რომელშიც ანუ ეხლა რაში არის ტრიკი და არ ვიცი ბოლოს რა როგორ გადაწყარო მოსაწევი ლეგალურია ანუ მაგ მხრივ ის არა მაგრამ მოწევა არ შეიძლება ტუალეტში ანუ მაგალითად სიგარეტის მოწევა არ შეიძლება. შესაბამისად, მოკლედ ამის ალბათ მაგის გარჩევაში იყვნენ. 1 საათზე მეტი ალბათ მაგით დავყავდით, რომ გარჩევა იყო, მოკლედ ჯერ ვაფშე ვინქნა, იმიტომ რომ ამ გეიტთან ხო ვხედავთ რა და აი ესეთი მოსაწევი სულ დგას რომ მეთქი რა ხდება, ანუ რამე ხო რა და რო აი ზიყურები აი ძალიან იდგა თვითონ ის იმის სტაფიც რა ქვია ამ აეროპორტის ძალიან იმას ქნა გაგიჟებული დადიოდნენ და ამის ხალხს ყვნასავდნენ ხო და მე რო ჩავსხედით მე დაიწყო მოკლედ ამის გარკვევა რომ ვინ რა ქნა რა და მოკლედ ამ 1 საათი გავიდა მაგის გაგებაში. ვიღაცა მე მგონი ვიღაცა რუსი კაცი იყო, რომელმაც ვერ შეირგო ეს რა ქვია, დასვენება და თავისუფლება მე მგონი და გადაწყვიტა რომ გაეგზელებით. ჩვენ ცოტა ჩაიშხამებინაობთ. ხო და მოკლედ ძალიან დააგვიანა ამ ფრენამ. და ჩვენ ძალიან ისე თავდაჯერებულად ჩავსხედით, რომ კაცო 30 კაცი ვართ ახლა და ხო არ ჩვენ ხო არ გაფრინდება. თურმე კი. და რო ჩავედით მოკლედ შარჟაში ეს ჩვენი ის დაგხვდა გაფრენილი. მე ვერ წარმომედგინა რომ მეთქი ალბათ ახლა რაღაცა 30 კაცის სასტუმრო და ტრანსფერის ანაზღაურება მეთქი ალბათ უფრო ძვირ დაუჯდებოდათ ვიდრე და მაგრამ ეთყობა სხვანაირი ტარიფებია და უღირთ. ამიტომ მოკლედ მოგცეს რაღაცა ვაუჩერები და წავედით შარჟაში და იმასთან რა ქვია აეროპორტთან რაღაცა სასტუმროში
მიგვიყვანეს და მეორე დღეს იმავე რეისზე, იმიტომ რომ დღეს ერთ რეისი იყო, მე გამოფრინდებოდით რა. თავიდან მოკლედ ძალიან ისე ვიყავი underwhelmed ამ ფაქტით და არ ვიყავ ბედნიერი, იმიტომ რომ ძალიან მალე ან უკვე სახში რო გინდა ჩამოსვლა და რაღაცა თან განეწყვე კიდეც რომ გამოერთე იქიდან და გადაერთი ამაზე და მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ 7 საათი ვიფრინეთ ბანგკოკიდან შარჟამდე, ყველა ძალიან დაღლილი ხო ვიყავით და მოკლედ რომ მივედით სასტუმროში, მან მივხვდი რომ არც ისე ცუდი აზრი იყო, იმიტომ რომ შევედი, რაღაც ძალიან დიდი იყო საწოლი, მარტო შევედი ნომერში. და მეთქი, ოკეი. და 5-ზე რომ შევედი და თქვენ გელაპარაკებოდით მე მგონი ჩატში. რაღაცა მოვიწერე მოკლედ რომ ესე და ესე თქო და წამოვწეხი ამ საწოლზე და მეთქი აი ცოტა იმას ვიზამ რა, თვალს შეუქცევ. ხო და გამეღვიძა მეორე დღის 7 საათზე დილის, ანუ საღამოს 5-დან დილის 7-მდე მეძინა ისე რომ დედა ჩემი მწერს რომ სათხარ რატო არ პასუხობ. იგიდან ტურში ეს ჩვენი უფროსი მეგობარი რო გავიცანი, ის მწერს რომ ნაიდო ხო კარგად ხარ. ხო და მეთქი კი, მაგრამ დედა 14 საათი მეძინა. ხო და ჩატშიო შენ რო არ იწერებოდიო. დავეჭუდიო რომ რამე ხო არ დაემართავ. მეთქი არა მეძინა. ხო და ეს რა ქვია და მანდ მივხვდი რომ მე ძალიან ცუდ არ იყო, იმიტომ რომ მეორე დღეს ძალიან გამოძინებული ვიყავი, მე დღის ფრენა იყო და თან სულ რაღაცა 3 საათი. ჩამოვედი თბილისში საკმაოდ ჩიტივით და კმაყოფილი და უკვე ფიქრობდი რომ მომენტ ეგეთ ფრენებზე, სადაც აი ნუ მაგხელა 7 საათი მაინც უნდა იფრინო, ხო არ ვქნა ისე, რომ ეგ გავითვალისწინო ხოლმე მე თვითონ სამომავლო და მე თვითონ როცა დავგეგმავ რაღაცებს. არ არის ცუდი აზრი. მალდივებზე მაგალითად ვიღაცებს ტურებს რო ვუყურებდი, მალდივებზეც ეგრე 7 საათიანი არის რა, ფრენა საიდანღაც გადასჯდომით არ მახსოვს რომელი აეროპორტიდან, მე მგონი სტამბოლიდან. და მან დააქვთ ეგ დარჩენა და მე უკან გამოფრენის ისა დღეები და ამიტომ მოკლედ შეიძლება რომ ჩაინტეგრიროთ ეგ თქვენს იმაში. ტყუილად დახარჯული დღე არ იქნება, იმიტომ რომ გამოძინებული, უფრო დასვენებული ჩამოხვალთ სინამდვილეში, ვიდრე იმავე დღეს რომ თელი დღე ფრენებში ხარ რა. კარგი იდეა. ნაინო ძალიან საინტერესო თავგადასავლები მოგვიყევი და ახლა მე ძალიან მომინდა მოგზაურობა ეგეთ ეგზოტიკურ და თბილ ქვეყანაში, იმიტომ რომ აქ ვიყინებით 0 გრადუსია და წვიმს. ბალიზე წადე. მე სადვარ წავალ მე кайხანი, იმიტომ რომ ჯერ ეს ინტერნშიპი მაქვს და მე მეორე ბავშვი მოდის და მე სანამ მეორე ბავშვი გაიზრდება. ასე რომ кайხანი მაგაზე არ მოცნებობ, მithumetes ეგრე შორს წასვლაზე. ჯერ ახლო როვია რომ ეგეც. ხო, ისე მაქედან კიდევ უფრო შორია მგონი, ხო? ეგეთი. აქ წარმოიდგინე 5 საათია საქართველომდე და მე პლუს ხო. ძალიან შორია. მაგრამ აქ პირდაპირები არის ამაგეოროც. ასე რომ არ ვიცი ამდენი 10-დან 12 საათამდე იქნება ალბათ ფრენა. ხო, ეგ ძილის პონტი თუ არის პრინციპში ან თუ კარგი დავიახაზებია. ნუ მაშინ მარტო უნდა წახვიდე რა და ბავშვი ინდა საქში უნდა ყავდეს უკვე რომ დატოვება შეძლო. ხო და დავიშვიდობთ მოდი ახლა ჩვენს მსმენელებს, იმიტომ რომ გრძელი ეპიზოდი გამოგვივიდა, მაგრამ იმედია საინტერესო იქნება ის განსაკუთრებით თუ ვინმე აპირებს ტაილანდში მოგზაურობას ან იდეებს ეძებს როგორ იმოგზაუროს. ძალიან დიდი მადლობა რომ გვისმენთ და გამოგვიწერეთ, მოგწერეთ ხოლმე ასევე თქვენი კომენტარები და გააზიარეთ ჩვენი ეპიზოდი თუ მოგეწონათ. დიდი მადლობა რომ გვისმენთ. ამ ეპიზოდის ბოლოში შევხედავთ რომელიც ოღონდ არ ვიცი. ჯერ საერთოდ იმაზე მოსაფიქრებელი ორად ხარ გავყოთ, შეიძლება მოგვიწევს რომ გავყოთ. ამ ეპიზოდის ბოლოში ალბათ დავურთავთ ჩვენი მსმენელის პიკოს კომენტარს, რომელიც გამოგვიგზავნა ერთ-ერთ ძველ ეპიზოდზე. და თქვენც მოგიწოდებთ რომ გამოგვიგზავნოთ თქვენი ვიდეო კი არა და აუდიო კომენტარი, თუ რომელიმე ეპიზოდზე გინდოდათ რომ ჩარტ
ქართულიყავით და თქვენს რაღაცა გეთქვათ, რომ აი ეხლა მეც მინდა რომ 1-2 სიტყვა თქვა. გააქვთ მაგის საშუალება, გამოგგზავნეთ ეს აუდიო კომენტარი და დავურთავთ ჩვენს ეპიზოდებს, მეილს დავურთავთ ასევე თვითონ ეპიზოდს. კი, გამოგვიწერეთ აუცილებლად და შეგვაფასეთ და გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს. ჯერ კიდევ არ ვცდილობთ რომ მასიურად რეკლამა გავაკეთოთ და ძალიან დიდ აუდიტორიებზე გავიდეთ სწრაფად, იმიტომ რომ გვინდა რომ ორგანულად იმ ადამიანებმა გვიპოვონ, ვისაც ნამდვილად სიამოვნებს ჩვენი მოსმენა და რაღაცა ძლიერი community შევქმნათ იმ ხალხის, ვისაც ისეთივე რაღაცები აინტერესებს რა ჩვენ და ასევე ჩვენი მოსმენა. ამიტომ sharing is caring ჩვენთვისაც და თქვენი მეგობრებისთვისაც. დიდი მადლობა რომ გვისმენთ და იმედია მალე შემოგთავაზებთ შემდეგ ეპიზოდებსაც იქიდან გამომდინარე როგორი განრიგები გვექნება. კარგად და შევხვდებით ევროპაში აუცილებლად ტრადიციულად ვუბრუნდები ამ განწყობას. კარგად. წინა პოდკასტში ნაინომ თქვა რომ ვცდილობ რომ მეორე მხარეს დეჰუმანიზაცია არ მოხდეს და მაგას დასახმარებლად მინდოდა რომ მცირე კომენტარი გამეკეთებინა რატომ მუშაობს ეს პროპაგანდა რომლის მსხვერპლიც მეორე მხარე არის ძალიან დიდ შემთხვევათა უმრავლესობაში და ეს არის იმიტომ რომ კვლევების მიხედვით სოციალურ ფსიქოლოგიაში რაც გვასწავლიდნენ მოსახლეობის დიდ ნაწილს ან ხალხის დიდ ნაწილს ურჩევნია რომ მიიღოს ინფორმაცია მზამთარეული ვიდრე თვითონ გაარკვიოს რაღაცა გამოიძიოს და იგივე არის აზრთან დაკავშირებით ვიღაცამ გითხრას სამზარეულოდ რომელი მხარე ჯობია და რომელი არა და მაგასთან დასახმარებლად წასახმარებლად რაც ისედაც ბუნებრივად არის ჩვენში თურმე ჩვენი განათლების სისტემაც ან საბჭოთა განათლების სისტემაც მაგაზე იყო მორგებული დღესდღეობით არ ვიცი რა ხდება სკოლებში რომ აი თუ გახსოვთ რომ მასწავლებლის უნდა დაგიჯერებინა ზუსტად ისე უნდა დაგეწერა თემა როგორც მასწავლებელი გეუბნებოდა შენ საკუთარი აზრი უნდა გქონოდა თქვა და არ დაგეწერა თავისუფალი თემა იმიტომ რომ ნიშანს დაგიწერდნენ არა შენი წერის წელში მაგალითად არამედ იმაში რა აზრები გქონდა ამაში ჩადებული და თუნდაც ის რომ ვეფხისტყაოსნის ხალთასახეებს რა ვიცი რომ დაწერდი ზუსტად ის მესიჯი უნდა ჩაგედო იმაში რაც მასწავლებელმა ჩაგიდო და არა შენი საკუთარი აზრი და ეს რაც ფსიქოლოგიაში ისაც არის და პლუს რაშიც გამოწვრთნილი ვიყავით წესით უნდა იყოს პროპაგანდის ქვეშ მოქცევის იდეალური ვერსია და მაგით ვარ ზუსტად რომ სოციალურ მედიას კერთ თავისუფალ მედიას ერჩიან დღესდღეობით და იმიტომ რომ სამზარეულოდ სწორ ინფორმაციას აძლევს თავისუფალი მედია და არა იმას რაც თვითონ უნდა საბედნიეროდ მეორე მხარეს ქართული ხალხის დიდი ნაწილი ბრმა არ აღმოჩნდა და მაინც ხედავენ რა არის რა უარყოფითი არის და პლუს რომ ეს რუსეთი ძალიან ახლო წარსული არის და მაგის ქვეშ მოქცევა ჩვენთვის განსაკუთრებით მე მგონი ცოტა უფრო ძნელია